რა ვიცი, მაგათი საპროპაგანდისტო არხი არის ყო ამ ვენესუელის მილოცვას რო აზიარებდა, რომ ქართულმა ოცნებამ ღირსეულად გაიმარჯვაო და ძალიანაც მეგობრობდნენ მათთან, იმიტომ რომ რაღაც საერთო შეხედულებები ჰქონდათ. მათ ტერიტორიული თემაზე აქვთ ხაზგასმა, რომ ეს ხალხი ვერ იქნება ჩვენი მეგობარიო. ეხლა ხო, ოღონდ მანამდე მე მახსოვს ქარდები, რომ მილოცვები ვენესუელიდან რომ ღირსეულ გამარჯვებას რო ულოცავდნენ. ეს ხალხი ხო უპრინციპო ხალხია რა. ეხლა პაპუაშვილის პოსტები ხშირად მახსენებს ხოლმე, რა ქვია იმას, რუსეთის პრეზიდენტი რო იყო ცოტა ხანი მერე რო გავლოცდა, ეხლა ტვიტერზე რო წერს ხოლმე რაღაცებს, მედვედევის რაღაც ტირადებს, ხო? აი რაღაც ეგეთი სტილის ჟანრი ჩამოაყალიბა ამ ადამიანმა რა და ეხლა რა არის ესეთ რაღაცებს წერე რომ მე და თქვენ დავждდეთ და სერიოზულად ვისაუბროთ იმაზე ევროკავშირი არსებობს თუ არ არსებობს ეგ უნდათ მაგათ რეალურად რა თორე რა წესრიგზე ლაპარაკობს ევროკავშირის კრიზისზე პაპუაშვილზე ბევრად უფრო კრიზისზე ლაპარაკობს ქართული სერიოზული ანალიტიკოსები ლაპარაკობენ მაგრამ რა შუაში ამ კონკრეტულ თემაზე ევროკავშირი თქვენი აზრით აი მუდმივად ბრიუსელის კრიტიკა რაღაცნაირი დღის წესრიგის ნაწილია და აქაც მიზეზი პარტია არის ანუ მათ უნდათ რეალურად რომ სულ იყვნენ ხელისუფლებაში და სულ ძარცვონ ქვეყანა ხო და ამიტომ რა თქმა უნდა ის ღირებულებები რაზეც დგას ევროკავშირი ხო ჯერ ერთი რა კრიზისზე ვლაპარაკობთ აი ვის კრიზისზე უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ საერთოდ ხო მაგრამ დავანებოთ ამას თავი ეგ ცალკე გარჩევის ამბავია რა მაგრამ ამათ რატო არ უნდათ ევროკავშირი და დემოკრატია კანონი და ამავდროულად იმიტომ რომ თვითონ არიან უკანონოები ხო თვითონ უნდათ რომ არ იცვლებოდეს ხელისუფლება თვითონ უნდათ რომ გააგრძელონ ხალხის ძარცვა ისე როგორც აქამდე აკეთებდნენ ისე რომ ანგარიშვალდებული არ იყვნენ ევროკავშირი დაფუძნებულია რაზე ევროკავშირი არის იმ ქვეყნების გაერთიანება, სადაც ამომრჩევლის ნებას ასრულებს მთავრობა. და ესენი აქვს სხვანაირ სისტემას აშენებენ. ხო, ამათ უნდა თააშენონ ისეთ სისტემა, სადაც მთავრობის თავარი წინააღმდეგობა მათი, ასე ვთქვათ, ბრიუსელთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თორე რა თქმა უნდა, ეხა არანაირ აქ ევროკავშირის კრიზისზე და რაღაც იმებზე, ამათ ეგეთი რამეები არ აინტერესებთ რეალურად. აი, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში და რა ვიცი, ალბათ ბევრი სხვაც კიდე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდება, რაც დრო გავა. იმაში რომ მათი მოტივები არის სრულიად ბანალური რა. ისინი კი გამოდიან ამ ტელეეთერებში და რიხიან, ომახიან ბრიფინგებს რაღაც ევროკავშირზე, გეოპოლიტიკაზე და რაღაცებზე ატარებენ, მაგრამ მათი მოტივები არის ბანალური რა. ეს არის ფული და ძალაუფლება. აი არაფერი, რა, აი უბრალოდ ფული, აი რამდენი ადამიანი არის, რომელსაც ათეულობით ბინა აქვს ნაყიდი თბილისში, ხო საჯარო მოხელეები, რომელთაც აქვს საათების ისეთი კოლექცია, რომლის 1 საათის ფასსაც კი ღირებულებასაც კი რიგითი პოლიციელი მთელი ცხოვრება ვერ გამოიმუშავებს, ხო? აი ამ რაღაც ქონებას აგროვებენ რაღაც მერე და მატრასებში კერავენ და ზედ ძინავთ და კედელში სეიფებს აშენებენ და ოქროს და ბრილიანტებს აი ამისი პარტია რეალურად ქართული ოცნება რა და იმისთვის რომ შეინარჩუნოს ეს ყველაფერი, მას უნდა რომ საკუთარი ხალხი მოატყუოს. ოღონდ როგორ თან რომ არც ერთი სერიოზული პრობლემა არ გადაჭრას რა. არც ერთი სერიოზული, აი მე რამდენიმე შემიძლია ჩამოთვალო, რომ ჩვენ თვალწინ არის. ყოველ ნაბიჯზე ჩვენ ამ პრობლემებს ვეხებით, ხო? ავიღოთ მაგალითად სიღარიბე და შიმშილი. აი ეს პრობლემა სადმე მოგვარდა რაღაცნაირად საქართველოში. ბავშვების მესამედი, რომლებიც დადიან სკოლაში ეს ბავშვები განიცდიან შიმშილს და შიათ. მოგვარდა ეს პრობლემა ამდენ წლის განმავლობაში? არა. მოდი ავიღოთ ჯანდაცვის და ჯანმრთელობის საკითხი. საქართველოში გვაქვს სიმსივნური დაავადებების ეპიდემია. პრაქტიკულად. ხო და ადამიანებს რომელთაც შეიძლება მარტივად მოგვარებადი პრობლემა ჰქონდეთ, უწევთ ხან ევროპულ ქვეყნებში სხვათა შორის წასვლა და იქ ჩაბარება, მთელი ქონების გაყიდვა. რამე მოგვარდა ამ ხრივ? არ მოგვარებულა. ნარკომანიის ეპიდემია ავიღოთ. საქართველო არის მსოფლიო ლიდერი. რუსეთის და სეიშელის კუნძულებთან ერთად არის მძიმე ნარკოტიკების მოხმარების საქმეში. რამე მოხმარდა? არა, მოხმარდა? არა, პირიქით ხომ? ესენი რაღაცებს ამ ყველაფერს იყენებენ პოლიტიკური. ეხლა ახალი წელი დაიწყო სუსათის ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. ხო, და სუსმა უნდა დაარეგულიროს თურმე იმაში. ჟურნალის და სხვა პოლიციის დარეგულირებული ბაზარი, პოლიციის დარეგულირებული ეკონომიკა, პოლიციით მართული ბიზნესი, რანაირი სახელმწიფოს მშენებლობაა, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ტყუილები, ანუ უნდათ რომ ადამიანების ყურადღება ამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად გადაიტანონ რაღაც სისულელეებზე, რომ არსებობს deep state და აი ადამიანები, რომლებიც არიან გაჭირვებაში, უბედურებაში, სიღატაკეში ჩავარდნილი, ამაზე კი არ იფიქრონ და იმაზე კი არ იფიქრონ, რომ მთავრობამ უნდა მოუგვაროს ეს პრობლემა. უნდა იფიქრონ, რომ deep state-ი ევროკავშირის საინტერესოა ის, რომ რასაც ახლა თქვენ ყვებით აი ამ პრობლემების ჩამონათვალს
თავად ოპოზიციაც ხშირად არ ფოკუსირებს ამ თემებზე და რაღაცნაირად თითქოს პოლიტიკა ჩაიკეტა კრიზისში, რომლის თავარი ამოცანაც მესმის, რომ სრულიად, ესე ვთქვათ, ლეგიტიმურად პატიმრების გაშვება და ახალი არჩევნები, მაგრამ ფოკუსირებულია ამ თავარ გამოწვევებზე, ამ თავარ ამოცანებზე და რაღაცნაირად ის თემები, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, თითქოს ვთქვათ, პროტესტში მყოფი პოლიტიკოსების და საზოგადოების, ესე ვთქვათ, მიღმა მიდის მაინც და ხელისუფლება თავად ცდილობს რაღაცნაირად ხან სურსათზე ლაპარაკს, ანუ თავად ცდილობს რაღაცნაირად მისთვის დაისახოს ამოცანა და მერე შექმნას ან რეალობა, ან ილუზია, რომ ის ამას წყვეტს. ხო, 12-13 წელია ამ ილუზიას ქმნის და ამ ილუზიაში აცხოვრებს რეალურად აი სისხლის მანქანებზე რო ლაპარაკობდნენ, ხო? თვითონ აქვს შექმნილი ეს სისხლის მანქანა და ამაში აცხოვრებენ ხალხს, რომ აი ოღონდ deep state-ი არ შემოგვივარდეს და სქესი არ შეგვიცვალოს და რაღაც არ დაგვემართოს და ჯანდაბასო და სწორედ ამიტომ გეკითხებით, რამდენად არის თქვენი პოლიტიკაც უნდა იყოს მიზანმიმართული, რომ ისინი დააბრუნოთ რეალურ თემებზე და ის საზოგადოებაც, რომელიც ან თქვენსკენ არის, ან გინდათ რომ თქვენსკენ იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ აი ზუსტად ეს პრობლემები ვერ გადაიჭრება, თუ კი არ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება და ისეთი მთავრობები, რომელსაც ერთი ანგარიშს უწევენ საზოგადოებას და აკეთებენ საზოგადო სიკეთისთვის საჭირო რაღაცებს და არა თვითონ რაც უნდა რა. იმიტომ სანამ არ გვექნება ჩვენ ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოებასთან, ის არ იზრუნებს საზოგადოების პრობლემის გადაჭრაზე, ის იზრუნებს საკუთარი რაღაც ბანდიტური ინტერესების შესრულებაზე. ხო, სანამ არ გვექნება კანონი, სანამ არ გვექნება ნორმალური პარლამენტი, მანამდე მთავრობა რომელიც იზრუნებს აი ამ პრობლემების მოგვარებაზე, მანამდე ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს, ხო? ოპოზიციამ შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ და მე და ჩვენი პარტია თქვენ ამას ვერ მოაგვარებთ, მაგრამ ამათ შორის არის ბუნებრივი ორგანული კავშირი. მაგრამ მე უბრალოდ გითხარით, აი დღის წესრიგში ფოკუსირება კონკრეტული თემების, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები ახლა სოციალური ქსელი აი ამ დასვენების და საახალწლო პერიოდშიც განსაკუთრებით ახლა მთავარი დუღილი იქ იყო, თითქოს მთავარი რაც გამოიკვეთა, ეს არის მთავარი გამოწვევა ოპოზიციის საპროტესტო საზოგადოების, ასე ვიტყვი, ეს არის ალტერნატივის დანახვის შესაძლებლობა და ალტერნატივა რომ დაინახოს ამორჩეულმა, ასევე უნდა დაინახოს კონკრეტული თემები, რომელზეც ეს ჯგუფი იმუშავებს და ამიტომაც აი ნახეთ, სრულიად განსხვავებული იყო ახლა თქვენი ჩამონათვალი პრობლემების, ვიდრე შეიძლება სხვა ლიდერებს ან შეიძლება თუნდაც თქვენ გელაპარაკათ ცოტა ხნის წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დემოკრატია, ევროკავშირი და ამავდროულად ეს კი არ არის ზოგადი და აბსტრაქტული საკითხები, რომელსაც არანაირი გავლენა აქვს. ჩვენ ევროკავშირი დემოკრატია და ანგარიშვალდებული მმართველობა იმისთვის გვირდა, რომ მიგვინდა რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რაც ადამიანებს აწუხებთ. და რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ხო ჩვენ გარშემო ეხლა ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გვყავს ერთი ემიგრანტი მაინც, ერთი ადამიანი, ვისაც ქონია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ერთი ადამიანი, ვისაც ქონია შეხება ამ ნარკოტიკების უბედურებასთან, რაც რა თქმა უნდა, ერთი და უამრავი დაჭიროებული, რომელიც შეიძლება აბსოლუტურად. ამიტომ ამისათვის ვიბრძვით ჩვენ, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი მმართველობა, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრაზე იფიქრებს და მოინდომდა, რაც თავარი ასევე შეძლებს. ქართული ოცნება არ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რაღაცის გაკეთება შეუძლია და უნდა. აი, ამდენი ხანი გავიდა და ვერც ერთი ეროვნული მნიშვნელობის პრობლემა მათ ვერ გადაჭრეს. რატო? ერთი არ უნდათ, იმიტომ რომ უნდა იშოვოს მე ასეულობით მილიონი, ხო? და მეორე ამისით სოდენაც არა აქვს. აი, პრეზიდენტი გვყავს, რომელსაც სამ სიტყვაზე მეტი თუ არის წინადადებაში, ვეღარ კითხულობ. ის რეალურად არ მართავს, ვინც მართავს იმას სამი სიტყვაც იცის და სამის და მაინც არყრიან მარგალიტებს ხალხი გვყავს, რომლებსაც პოლიტიკასთან და მმართველობასთან ახლოს არ გაუვლიათ და რამდენიმე რომელსაც შეიძლება რაღაც ტექნიკური ტრენინგი აქვს საქართველოსთვის სხვაგან გავლილი, ეს ულას არ ნიშნავს, რომ ისინი ერკვევიან სახელმწიფო პოლიტიკის მართვაში და ამის კეთება უნდა. კი ბატონო, ლევან, საინტერესოა თქვენთვის, როგორც თავისუფლების მოედნის ლიდერისთვის, ახალშექმნილი პოლიტიკური ძალისთვის და ზოგადად პოლიტიკოსისთვის 2026 წელი, აი რა პოლიტიკური ამოცანებით იწყება თქვენთვის. ეს არის
ისევ იმ ორი მთავარი მოთხოვნის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება, რომ იქნებ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას, თუ პარალელურად თუნდაც ფიქრი, ეს ვთქვათ, იმ არჩევნებზე, რომელიც შეიძლება ძალიან შორსაც არ არის ამასობაში, ან რაღაც გარემოს შეცვლაზე იქ, არ ვიცი, თქვენ როგორ ხედავთ თქვენს პოლიტიკურ ამოცანებს 2026-ში. ბოლოს გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა თუ რას ის გაკეთებას ვაპირებთ თუ ახლოს ხანებში და ამის გაკეთებას ვაპირებთ და აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თქვენ შესავალ სიტყვაში ასევე ახსენეთ არის სწორედ სანდო რეალური ალტერნატივის ჩვენება საზოგადოებისთვის. ესეთი ალტერნატივები არსებობს დღეს ქვეყანაში. უბრალოდ შესაძლოა საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ ხედავს და იმ ბრძოლებში, რომლებშიც ჩვენ ყველას გვიწევს ვიყოთ, იმიტომ რომ არანორმალურ გარემოში ვართ, შესაძლოა ეს არც ისე ადულად მოხერხებადი. ამიტომ ჩემთვის თავისუფლების მოედნის წარმომადგენლისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმ ამოცანასთან ერთად, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ ისინი რომ გადაიჭრას, ეს უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ ვაჩვენოთ, რომ თავისუფლების მოედანი მაგალითად არის ყველაზე უკეთესი ალტერნატივა, რაც დღეს ქართულ ოცნებას ჰყავს. იმიტომ რომ ეს არის ჯგუფი, რომელშიც არიან ადამიანები, რომელსაც არც საბოდიშვი აქვთ არაფერი, ცოდნაც გააჩნიათ და მონდომებაც საქმის კეთების. მე გულწრფელად ეგრე მწამს, იმიტომ რომ ბუნებრივია, ამიტომ ვარ ამ პარტიაში, ამიტომ დავაფუძნეთ, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ეს რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას, აი ამ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას ჩვენ შეგვიძლია და ვიმსახურებთ უკეთეს ალტერნატივას. ქართული ოცნება არ არის საუკეთესო რამ, რაც ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება შობოს. ეს არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია. ხო, მაგრამ უკეთესი ვარიანტებიც გვაქვს და თავისუფლების მოედანი. ამასთან ერთად, თქვენი გუნდის წევრების კონკრეტული მიმართულებით კომპეტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ ნამდვილად. კი ბატონო, უბრალოდ რამდენად ხედავენ ასევე ძალას და შესაძლებლობას, აი როცა ამბობთ, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ალტერნატივა, ასევე რაღაცნაირად ამის შესაძლებლობაც უნდა დაინახონ, გაძლიერება, გამსხვილება, არ ვიცი, აი კი, დაინახავენ აუცილებლად, რაც შეეხება ძალას და შესაძლებლობას, მე ვფიქრობ, თავისუფლების მოედნის გუნდმა ეს არაერთხელ აჩვენა უკვე, რომ ის არის მებრძოლი გუნდი, შეუძლია წინა პოზიციებზე დგომა, ანუ ამ უმრჩეველთან მუშაობის წელი, საზოგადოებასთან მუშაობის წელია, ბრძოლის გაგრძელების წელია, თუ შრომის მომავალი არჩევნებისთვის, თუ რაღაცა ვიდრე არჩევნებამდე ცვლილებების როგორმე რაღაც ქუჩის პროტესტი, თუ აი რისი წელია თქვენ? ჩვენთვის ყველაფრის წელია, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, ჩვენი მთავარი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გაძლიერება, პროტესტის მხარდაჭერა, აქედანაც რუსთაველზე მივდივარ, კიდევ ბევრ თანამოქალაქეს შევხვდებით და თანამოაზრეს იქ, ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, ალტერნატივის გაძლიერება და ჩვენება, რომ ზუსტადაც თავისუფლების მოედანია, ის საუკეთესო ალტერნატივა, რაც დღეს აქვს ქართულ საზოგადოებას, ჩემი აზრით, მით უმეტეს ქართულ ოცნებასთან შედარებით, პარტიაც უნდა გავაძლიეროთ, უნდა გამსხვილდეთ, ბევრ რამეს ნახავთ ამ მიმართულებითაც რო ახლოს მომავალში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რაც არის ჩემი აზრით გასაკეთებელი, ის არის, რომ საზოგადოება უნდა დაინახოს არა მხოლოდ ის, ვინ შეიცვლება, არამედ ისიც რა შეიცვლება ამ ქვეყანაში. მე ხლა რაღაც საკითხები ჩამოთვალე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების მოედნისთვის. ასევე იმისათვის, რომ ამის გადაჭრა შევძლოთ, ჩვენ კიდევ რაღაცები უნდა მოვახერხოთ და ცოტა ხნის წინ ჩვენ გქონდა მცირე პრეზენტაცია და მალე ასევე კიდევ უფრო ფართოდ გავავრცელებთ ჩვენ ხედვას გარდამავალ პერიოდზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ამ სიტუაციიდან, სადაც ვართ, რაღაც სწორ გზაზე გავიდეს საზოგადოება, რომ აი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს, შიმშილის, ჯანდაცვის, ჯანმრთელობის, ნარკოტიკების ეპიდემიასთან გამკლავება და უამრავ სხვა რაღაცა, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს, ხომ? ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვაშენებთ აი ამ მთელ ძლიერ სანდო ალტერნატივას და რა ვიცი, მე მგონია, რომ ეს არის აი ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი ფორმულა და მისი შემადგენელი ნაწილი.